ისიც არის და შენ. ბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. ვიწყებთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრას, ელჩების კონფერენციას. ღონისძიებას, რომლის მიზანია საგარეო პოლიტიკის ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე მსჯელობა. ახლა გინება მომეცით სიტყვა გადავცე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაგა ბოჭორიშვილს. პატივცემულო ელჩებო, მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მოწვეულ სტუმრებს. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ვიწყებთ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს შევაჯამოთ განვლილი პერიოდი, შევაფასოთ არსებული რეალობა და დავსახოთ ის ამოცანები, რომლებიც მომავალ წელს ჩვენს დიპლომატიურ საქმიანობას განსაზღვრავს. პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით ყველას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად გაწეული სამსახურისთვის. ძალიან რთულ, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს მუშაობა. გლობალური და რეგიონული პროცესები პირდაპირ აისახება ჩვენს ქვეყანაზე. დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება. უსაფრთხოების არსებული გამოწვევები, გეოპოლიტიკური ცვლილებები და მზარდი გაურკვევლობა კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ეფექტიანად განსახორციელებლად. არსებულ გარემოში დიპლომატიური სამსახურის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის, რომლის წინაშეც უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას ორი რეგიონის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა წარმოადგენს. საქართველოს უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების მიუხედავად ბოლო წლებში განვითარების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია. ქვეყნის განვითარებასთან ერთად იცვლება საქართველოს პერსპექტივები და იხსნება ახალი შესაძლებლობები. იზრდება საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა, ძლიერდება საქართველოს პოზიცია რეგიონული ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფეროში, იზრდება ინვესტორთა ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ მიღწევებში საგარეო სამსახურის წვლილი არსებითია. ახალ შესაძლებლობებს ახალი გამოწვევებიც ახლავს თან, რაც სუვერენული საგარეო პოლიტიკის გამტკიცებას, ქვეყნის ინტერესების სიღრმისეულ გააზრებას და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენებას საჭიროებს. ბოლო პერიოდში ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობის და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები საქართველოს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ჰიბრიდული მეთოდებით, დეზინფორმაციით, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით, პოლარიზაციის წახალისებით, განხორციელებული ქმედებების გასამკლავებლად, ცთარი ნარატივების საპასუხოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ქვეყნის საგარეო სამსახური წარმოადგენს კრიტიკულ ხაზს. ამ კონტექსტში შეუძლებელია არ აღვნიშნო ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წინაშე შექმნილი სირთულეები.
საქართველოს 82 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 2025 წელს 36 დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დაინიშნა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ დიპლომატიური სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის. ამასთან წელს დავიწყეთ საგარეო უწყების ფუნდამენტური რეფორმა. გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე საჭიროებებზე კარგად მორგებული თაობა, რომელიც ერთგულად ჩაერთვება ჩვენი ქვეყნის საგარეო ინტერესების დაცვაში. დაწყებული რეფორმის ეტაპობრივი განხორციელება ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას ეროვნული ინტერესების დასაცავად და მთავრობის პრიორიტეტების გასახორციელებლად ყავდეს რაც შეიძლება ძლიერი, მოქნილი და ეფექტიანი საგარეო სამსახური. ფუნდამენტური რეფორმის კვალდაკვალ დავიწყეთ საგარეო დახმარების მექანიზმის განვითარება, რაც საქართველოს გლობალურ არენაზე სრულიად ახალ როლს ძენს და მიმართულია საქართველოს ინტერესების შესაბამისად საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ. ჩვენი წარმატებული რეფორმების, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით საქართველოს შეძლებს თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. ქალბატონებო და ბატონებო, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ყველა მიმართულებას და მის წარმატებას ზურგს უმაგრებს საქართველოს ხელისუფლება. სულს გულწრფელი მადლობა გადაუხადო საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თითოეულ მინისტრს საუკეთესო თანამშრომლობისთვის, საჭირო ერთობისთვის და გაწეული მხარდაჭერისთვის. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების უკეთ დაცვას საერთაშორისო არენაზე. ძვირფასო ელჩებო, გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას კონფერენციის ფარგლებში და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის პოზიციების კიდევ უფრო უკეთ გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე. მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, საპატრიარქოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას. ძვირფასო დიპლომატებო, ჩემი სიტყვის დასაწყისშივე მსურს მადლიერება გამოვხატო და თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების გამო. დღევანდელი მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე წლევანდელი წელი საქართველოსთვისაც რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო, რომ საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებული ბრალდებები მოვისმინეთ. მოგვიწია გავუმკლავებოდით არაერთ გამოწვევას და დავპირისპირებოდით იმ მასშტაბურ კამპანიებს, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით ნამდვილად არ იყო ნაკარნახევი. ამგვარი გამოწვევების ფონზე კი სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები ადასტურებს, რომ თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით მთელი რიგი მიმართულებით საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს. რა თქმა უნდა, მიღწეულით არ უკმაყოფილდებით და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვაძლიერებთ და ვაღრმავებთ ეკონომიკური და პოლიტიკურ კავშირებს, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ისე სახელმწიფოებთან, რომლებთან თანამშრომლობაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი დადებითი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდგომარეობა საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც საერთაშორისო დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ისე სახელმწიფოთა შორისი პროექტის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს მნიშვნელობა და როლი.
ჩვენი საერთო მიზანია საქართველოს კიდევ უფრო განამტკიცოს სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბის სტატუსი. ამასთანავე მაქსიმალურად უნდა შეუწყოთ ხელი უფრო დიდი გეოგრაფიული სივრცეების, აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ და მშვიდობიან ინტეგრაციას. მოუწოდებ თითოეულ თქვენგანს ძალისხმევა არ დავიშუროთ სავაჭრო სატრანზიტო კავშირების კიდევ უფრო გასანვითარებლად. ეს არა მხოლოდ გლობალურ დაკავშირებადობას შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოს დაუბრუნებს თავის ისტორიულ, ცივილიზაციური გზაჯვარედინის ფუნქციას. საქართველოს არა მხოლოდ შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი კვანძია, არამედ უნიკალური ცივილიზაციური დიალოგის სივრცეა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურები მშვიდობიანად თანაარსებობდნენ. ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა. ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის გამტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი. პარალელურად ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკაა. ამავდროულად ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას იმ მიდგომის მიმართ, რომლის თანახმადაც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უწყობს ხელს. დღეს ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი გზავნილი ერთმნიშვნელოვანია. საქართველოს არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა და ჩვენი სახელმწიფოს არსებობის საფუძველი. ამ პროცესში მით უფრო ზემოაღნიშნული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი როლი. რადგან სწორედ თქვენზე, ქართველ დიპლომატებზეა დამოკიდებული, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაცული და სწორად წარმოჩენილი იყოს ჩვენი ქვეყნის იდენტობა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ღირებულებები, რითაც ასე ვამაყობთ და რაზეც დგას კიდეც ჩვენი ქვეყანა. თქვენ დიპლომატიურ საქმიანობაზე გაცილებით უფრო დიდი და საპატიო მისია გაკისრიათ. ესაა პასუხისმგებლობა ქვეყნის ისტორიის აწმოსა და მომავლის წინაშე. გახსოვდეთ, რომ წარმოადგენთ ქვეყანასა და ხალხს, რომელიც არასდროს ნებდება. იყავით თავდაჯერებულები, პრინციპულები და რაც მთავარია, ერთიანები, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი საერთაშორისო ასპარეზზე მკაფიოდ გაისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მტკიცედ და ერთგულად იცავს სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესებს. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას და წარმატებას გისურვებთ მომავალ საქმიანობაში. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი სამშობლოს ფარველი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ახლა გებთხოვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი გობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მოგესალმებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მოგესალმებით მინისტრებს, პარლამენტარებს, მოგესალმებით მეფე თეოდორეს, მოგესალმებით ჩვენს ელჩებს, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს და მოგესალმებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მოგესალმებით დამსწრე საზოგადოებას. მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება კიდევ ერთხელ მოგმართოთ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც დიალოგის ძალიან საინტერესო პლატფორმად ჩამოყალიბდა. დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან კარგი შესაძლებლობა შევაჯამოთ განვლილი წელი, რომელიც იყო მრავალი სირთულით სავსე, თუმცა ჩვენ შევძელით ყველა სირთულის სათანადოდ დაძლევა და ამაში თქვენი წვლილი და თქვენი როლი არის რა თქმა უნდა. განსაკუთრებული და თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით ელჩებს მინდა ამისათვის გაწეული შრომისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგეხადოთ. ჩვენ ხედავთ, რომ გლობალურ საერთაშორისო სისტემაში მიმდინარეობს ფუნდამენტური ცვლილებები,
იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი და ამგვარი გარდაქმნების პირობებში კომპლექსურ რეგიონში მდებარე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველოს, საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს. და ამ საკითხში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადამწყვეტია ჩვენი დიპლომატების როლი. აქვე მინდა ხაზი გაუსვა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში. ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე არაღიარების პოლიტიკა ბუნებრივია ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება და ჩვენი წარმატებული საქმიანობა მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თქვენი დიპლომატების დამსახურება. თქვენ იცით, რომ იყო ძალიან სერიოზული მცდელობა გარეძალების მხრიდან საქართველო კვლავ ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში, თუმცა ჩვენ შევძელით ჩვენი პრინციპული პოზიციით ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დღევანდელი მშვიდობა არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ბუნებრივია სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებაზე. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა საშუალო 9.8%, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. ჩვენ წელს 2025 წელს შევძელით მაღალი ტემპის შენარჩუნება. ბუნებრივია ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკონომიკურ დიპლომატიას, ამ კუთხითაც გამორჩეული იყო მიმდინარე წელს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა და ამისთვისაც მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით და ბუნებრივია მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია და ბუნებრივია ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა წელს და ბევრი რამ უნდა გაკეთდეს მომავალ წელს და მომდევნო წლების განმავლობაში. მე მინდა დასასრულს შეგახსენოთ, რომ თქვენ ქართველი დიპლომატები ხართ საქართველოს ხმა საერთაშორისო ასპარესზე, ხმა, რომელიც უნდა იყოს მტკიცე, არგუმენტირებული და ყოველთვის ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. და სწორედ ასე ისმოდა ჩვენი ხმა, ჩვენი დიპლომატების ხმა მიმდინარე წელსაც საერთაშორისო ასპარესზე და დარწმუნებული ვართ, რომ ზუსტად ასეთივე შემართებით განაგრძობს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობას მომავალ წელსაც. მე კიდევ ერთხელ დასასრულს მინდა მადლობა გადაგიხადო თითოეულ თქვენგანს. მადლობა მინდა გადავხადო ქვეყნის მთავარ დიპლომატს, საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, მის მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. მადლობა მინისტრის მოადგილეებს, მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მადლობა ელჩებს, თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თითოეული თქვენგანის როლი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში არის განსაკუთრებული. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატებები, მინდა გისურვოთ ბედნიერი 2026 წელი და მრავალი წარმატება მომავალ წელს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა ბაბუაშვილს. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქალბატონ საგარეო საქმეთა მინისტრს, მივესალმები პარლამენტის და მთავრობის წევრებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ძვირფას ელჩებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ელჩების კონფერენციის ფარგლებში მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ განვლილი პოლიტიკური წლის შეჯამებით, მიმდინარე საერთაშორისო რეალობის შეფასებით და სამომავლო ხედვით. გლობალური ცვლილებებით, დრამატიზმითა და წინააღმდეგობით ახსავსე განვლილ წელს მოხდარი დიდი მოვლენებიდან აქცენტს ორ საკითხზე გავაკეთებ. პირველი, შემდგარი ფაქტია, რომ საქართველომ 2020 წლის განმავლობაში გაუძლო უპრეცედენტო საგარეო ზეწოლასა და წნეხს, რომლის მიზანი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, შიდა პოლიტიკური პროცესების ხელოვნური შეცვლა და საზოგადოების განწყობების აქტიური მანიპულაცია იყო.
დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენები არა შიდა პროცესების შედეგი, არამედ რეგიონული და გლობალური დაპირისპირების პროექციაა. უკრაინაში მიმდინარე ომის მეოთხე წლისა და ზესახელმწიფოთა ღია კონკურენციის პირობებში. მეორე, ეს არის წლის ბოლოს საერთაშორისო ურთიერთობების გამოკვეთილი სურათი, სახელმწიფოების პოზიციები და მათ შორის ჩამოყალიბებული ახალი პარიტეტი. დღეს უკვე აღარ წარმოადგენს დავის საგანს არაერთი დებულება, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში განსხვავებული ინტერპრეტაციების საგანი იყო. უპირველეს ყოვლისა, ნათელია, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია. უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების ეპოქა დასრულებულია. სახელმწიფოები გამალებით ეძებენ ძალთა ახალი ბალანსის ფორმულას. ამ პროცესში თითოეული მოთამაშე ცდილობს საკუთარი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და ხელსაყრელი პოზიციების შენარჩუნებას. ამ ვითარებაში ეროვნული ინტერესი აღარ არის თეორიული ცნება. ის სახელმწიფოთა პოლიტიკის გამსაზღვრელი, გადამწყვეტ კატეგორიად იქცა. სწორედ ეროვნული ინტერესის პრიზმიდან იღებენ სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს, აყალიბებენ ალიანსებს, მოიპოვებენ გავლენებს. აღარ არსებობს ისტორიის ნათელი და ბნელი მხარე, გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება, ერთი ცივილიზაციის მეორეზე ჰეგემონია. სანაცვლოდ არსებობს გლობალური დაპირისპირება, კონკურენტი ზესახელმწიფოები და დომინირების სურვილი. იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები, სადაც არც ერთ მოთამაშეს არ გააჩნია აბსოლუტური მორალური მონოპოლია. ამავე რეალობაში ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად უარს ამბობს მსოფლიო პოლიციელის როლზე, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში გლობალური წესრიგის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. ახალი ამერიკული დოქტრინები ნათლად აცხადებს. დასრულდა ეპოქა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ რესურსებს ხარჯავდა სხვა ქვეყნებისთვის ცივილიზაციური მოდელების თავსმოსახვევად. ამერიკული პოლიტიკის ერთადერთი აბსოლუტური პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესია. ევროპა და ევროკავშირი ამ პროცესში სტრატეგიული გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა. ისინი ეძებენ საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობის ახალ მოდელებს და უკვე აცნობიერებენ, ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო გუშინ, ხოლო დღევანდელი რეალობა აღარ იძლევა მომავლის მარტივი პროგნოზირების შესაძლებლობას. სწორედ ამ ფონზე ხდება ცხადი საქართველოს პოლიტიკის არსი. ნათლად ჩანს, თუ სინამდვილეში რამხელა წნეხს გაუძლო საქართველომ, რომელსაც ცეცხლის ხაზზე დგომის პირობებში აიძულებდნენ აქტიური როლი ეთამაშა განწირულ და წაგებულ სცენარში, პროცესში, რომელიც აქ აღწერილი მოცემულობით დასრულდებოდა. ჩვენ ამ წნეხს გაუძელით ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და მოწონებით. საქართველოს მიერ არჩეული მშვიდობის პოლიტიკა არ იყო სისუსტე და არც კონjunქტურული გადაწყვეტილება. ეს იყო გააზრებული, პასუხისგებლიანი და სახელმწიფოებრივი არჩევანი, რომელმაც ქვეყანა ყველაზე სახიფათო ეტაპზე გადაარჩინა. ეს დოქტრინა იყო და რჩება ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის საყრდენად. სწორედ მშვიდობის ეს დოქტრინა იქნება ჩვენი გზამკვლევი 2026 წელსაც. მიუხედავად რადიკალების შეურაცხყოფელი შეფასებებისა, პოლიტიკური შტამპებისა და იარლიყების მცდელობისა. აშკარაა, რომ უამრავი დიდი ძვრა ჯერ კიდევ წინ გველის. ჩვენ გსურს დასრულდეს ომი უკრაინაში. ჩვენ გსურს გადარჩეს უკრაინის სახელმწიფო. ჩვენ გსურს დაისადგუროს მტკიცე მშვიდობა. თუმცა ჩვენ არ ვიცით როდის, რა ფორმით და რა გეოპოლიტიკური შეთანხმებით დასრულდება ეს ომი. ჩვენ არ ვიცით, როგორი ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში და ძალთა როგორი ბალანსი დაისადგურებს. ერთადერთი, რაც უტყუარად ვიცით, არის ის, რომ არ გაგვაჩნია არავითარი სხვა სამშობლო საქართველოს გარდა, საქართველოზე მეტი. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერ გამოწვევისთვის, ზეწოლისა და წინააღმდეგობისთვის. საქართველო უპირველეს ყოვლისა. ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგია, სიბრძნე და ცოდნა, რომელსაც უნდა დაიხდოს ნებისმიერი ტაქტიკური თუ ოპერატიული გადაწყვეტილება. საქართველოს ხელისუფლება ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველასთან, ვინც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს.
ზეწოლა, შანტაჟი და პოლიტიკური მორალიზმი დიალოგის შემცვლელი ვერ იქნება. საქართველოს სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ პოლიტიკური სტატუსი. ის ჩვენი ეროვნული იდენტობის ფუნდამენტია. სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს იზოლაციას. ის გულისხმობს თანასწორობაზე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. საერთაშორისო თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის მდგრადი, როდესაც ის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ხალხის ნეფას ეფუძნება. საქართველოს მზად არის ამ პრინციპის საფუძველზე გააღრმავოს ურთიერთობა ნებისმიერ ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან. ამ რთულ და გადამწყვეტ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ელჩებს, მათ, ვინც სახელმწიფოს სახეს წარმოადგენს და ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზზე დგას. პატივცემულო ელჩებო, მადლობას გიხდით თქვენი პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ წარმატებას საქართველოს სამსახურში. მადლობა. ძვირფასო სტუმრებო, სიტყვა ეძლევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე თეოდორეს. თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულება, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულება, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, პატივცემულო მთავრობის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, მინდა მოგესალმოთ ყველას და გაგაცნოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მომართვა. 2025 წლის ამბასადორი არის მონაწილეც. ყველას გულითადად მოგესალმებით. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და ურთიერთშეხვედრის სიხარულს. მოგეხსენებათ ზოგადად ელჩებს თუ რა დიდი მისია და პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ ჩვენს ელჩებთან მიმართებაში ეს დატვირთვა დღეს კიდევ უფრო გაზრდილია და მეტ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს მათგან. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი ამას კარგად აცნობიერებს და ერთგულებით და თავდადებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც მინდა ჩვენის მხრიდანაც მადლობა გადაგიხადოთ გაწეული მუშაკობისათვის, თქვენს და თქვენი სამსახურის თანამშრომლებს და გამოვთქვა იმედი, რომ თქვენი საქმიანობა კვლავაც იქნება წარმატებული და სასიკეთო შედეგების მომტანი საქართველოსათვის. ამასთან სურს შეგახსენოთ, რომ როგორც ცნობილია, მომავალ წელს ვზეიმობთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის თავს. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი ერის აზროვნების წესი. მის საფუძველზე შეიქმნა ჩვენი უნიკალური ხელოვნება, მწერლობა, ფილოსოფია. ამას ემყარება ადამიანური ურთიერთობებით. ვიმედოვნებ თქვენს უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებთან და დიასპორებთან ერთად შეძლებთ ამ თარიღის სათანადოდ აღნიშვნას. ინებოს ღმერთმა, უფლისა და საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანოს ყველა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთისმსათნო მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულების ძალა და შესაძლებლობა მოგცეთ. ამინ. სიყვარულით და პატივისცემით ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი. მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, ამით დღევანდელი ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულებულია.